ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. გადაწყვეტილება ნიუ-დელიში იუნესკოს მთავრობათა შორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე მიიღეს. ამ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ერთობლივად იმუშავეს. მეცნიერული გამოკვლევებითაც მტკიცდება და ახლა უკვე იუნესკომაც დაადასტურა, რომ ველური ხორბლის გაკულტურების ერთ-ერთი უძველესი კერა არის საქართველო. საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა ხორბლის ნაშთები, რომლებიც ძველი წელთაღრიცხვის მე-6 ათასწლეული თარიღდება, რითაც დასტურდება, რომ 8000 წელია ღვინის დაყენების ტრადიციის პარალელურად ჩვენს ქვეყანაში ქართული ხორბლის თესვა მოყვანა უწყვეტად გრძელდება, რაც ჩვენს ქვეყანას პურის და ღვინის უძველეს კერად წარმოაჩენს. მიდმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ორგანიზაციას, ვინც ჩართული იყო ამ გადაწყვეტილების მომზადებაში. გილოცავთ ყველას ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას. ეს აღიარება სამომავლოდ უპირველესად კიდევ ერთხელ გააზრდის ცნობადობას ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების შესახებ. უფრო მეტად ჩართული იქნებიან მათში ადამიანები, როგორც ბარში, ასევე მხარში. და ეს კულტურა, რომელიც როგორც აღნიშნეთ, თითქმის ათასწლეულებს უწყვეტი ტრადიციით, კიდევ ერთხელ შესანიშნავი მაგალითი იქნება იმისა, რომ გაიზარდოს ადამიანთა სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა და კიდევ ერთხელ იყოს ძირითადი შემადგენელი ნაწილი ქართული ხორბალი ჩვენი სასვათო უსაფრთხოებისა. კომიტეტის 24-ვე წევრმა უამრავმა ქვეყანამ, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, აფრიკის ქვეყნები და სხვებმა მხარი დაუჭირა საქართველოს უნიკალურობის და ისტორიულობის აღიარებას ამ მიმართულებით. მადლობა მინდა ვუთხრა, რა თქმა უნდა, ჩვენს ჯგუფს საქართველოს პარლამენტს ჰქონდა პატრონაჟი ამ თემაზე აღებული, თუმცა დარგობრივმა სამინისტროებმა, საგარეო კულტურის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავისი უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ამ ნომინაციის მიღებაში და ეს არის მე-5 ნომინაცია, რომელთაც იუნესკო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობით გვაღიარებს საქართველოს.